ეს ლითიუმია. ევროპა სულ მალე მეტი წიაღისეულის მოპოვებას დაიწყებს. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და კონფლიქტებმა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომმაც, ევროპა დააფიქრა თუ რამდენად სარისკოა, როდესაც ძირითადი რესურსების მოწოდების თვალსაზრისით. მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული. ის ლოგიკა, რაც რუსული ბუნებრივი აირის შემთხვევაში ჩამოყალიბდა, ვრცელდება ისეთ ეგრეთ წოდებულ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალებსა და ბუნებრივ რესურსებზეც, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკისთვის. ევროკავშირს სურს, რომ უფრო თვითკმარი გახდეს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების გაზრდასა და მათი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას. European stories. ევროკავშირს სჭირდება კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წიაღისეული, რათა თავის მწვანე შეთანხმებაში ჩადებული კლიმატ-ნეიტრალობასთან დაკავშირებული მიზნები შეასრულოს, რომელთა შორისაც არის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე კოსმოსისა და ინოვაციური მრეწველობის განვითარება. ევროკავშირში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის 34 სახეობა განსაზღვრეს, მათ შორის არის ლითიუმი, კობალტი, იშვიათმიწა ლითონები და მაგნიუმი. თუმცა კრიტიკული ნედლეულის მოწოდების ჯაჭვები ძალიან მაღალ რისკს შეიცავენ. მაგალითად, მსოფლიოში კობალტის 63% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოიპოვება, ხოლო იშვიათმიწა ლითონებს, რომლებსაც მუდმივი მაგნიტის მისაღებად იყენებენ, 100% ჩინეთში ამუშავებენ. 2024 წელს ევროკავშირმა მიიღო კრიტიკული ნედლეულის შესახებ აქტი, რათა წაახალისოს ადგილობრივი სტრატეგიული ნედლეულის ბაზის განვითარება. აქტის მიხედვით, 2030 წლისთვის ევროპამ წიაღისეულზე თავისი მოთხოვნის 10% თავად უნდა მოიპოვოს, თავადვე დაამუშავოს 40% და გადაამუშავოს 25%. ნედლეულის თითოეულ სახეობაზე ევროკავშირის წლიური მოთხოვნის 65%-ზე მეტი არ უნდა შევიდეს მის ფარგლებში მესამე ტიპის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან. წიაღისეულის მოპოვების დიდი ხნის ისტორია აქვს ჩეხეთის რესპუბლიკის დასავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე ამ რეგიონს. აქ თუნუქისა და ვოლფრამის მადნებს ამუშავებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული 1990-იან წლებამდე, როდესაც მათი მოპოვება აღარ იყო მომგებიანი. დღეს აქ მხოლოდ მუზეუმია, თუმცა ენერგეტიკის გარდამავალი ეტაპი მას შესაძლებლობის ახალ ფანჯარას უხსნის. მე ქალაქ ჩინოვეცში ვიმყოფები. ჩემს ფეხბურთს 150 მეტრის სიღრმეზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლითიუმის მარაგი დევს. ისი ამღება პრობლემაა როგორც ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, ისე ევროკავშირისთვის. ლითიუმი ბატარეების წარმოებისთვის აუცილებელი ელემენტია და ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა ამ ადგილას მსოფლიოში არსებული ლითიუმის მარაგის 3-დან 5%-მდე დევს. კერძო კომპანია გეომეტი, რომელშიც სახელმწიფოსაც აქვს წელი, მუშაობს ისეთი საწარმოო ჯაჭვის შექმნაზე, რომელიც გარემოს არ დააზიანებს. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 47 სტრატეგიულ პროექტს შორის, რომლებიც ევროკომისიამ შეარჩია ადგილობრივი სტრატეგიული ნედლეულის მარაგის გაზრდის მიზნით. ჩვენ წელიწადში თითქმის 3 მილიონი ტონა მადნის მოპოვებას ვაპირებთ და წელიწადში 30,000 ტონას საბოლოო პროდუქტს ვაწარმოებთ. About 30,000 tons of final product per year. ტომაში გეოლოგია და ჩინოვეცის მიწის ქვეშ არსებული მადნის შესახებ ყველაფერი იცის იმ ინფორმაციის წყალობით, რომელიც რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე სვეტოვანი ბურღვის შედეგად დაგროვდა. ამ სვეტოვანი ბურღის ნაჭერზე კარგად ჩანს პატარა ბრჭყვიალა ნაწილაკები. ამას მიკა ჰქვია. მიკა არის განსაკუთრებული მინერალი, რომელიც ლითიუმს შეიცავს. ეს ნატეხები დაახლოებით 20%-ით შეიცავს მიკას, რომელშიც ყველაზე მეტი 2% თუ იქნება ლითიუმი. Which contain lithium. These rocks contain around 20% of mica and mica have maximum 2% of lithium. კომპანია გეგმავს, რომ არა მხოლოდ მოიპოვოს მადანი, არამედ აწარმოოს კიდეც ლითიუმის კარბონატი. ბატარეების ინდუსტრიისთვის აუცილებელი ძირითადი ინგრედიენტი. იშვიათად ხდება, რომ კომპანია მთელი საწარმოო პროცესი დამოუკიდებლად დაასრულოს ისე, რომ მესამე ქვეყანას არ სთხოვოს დახმარება. თუმცა ასეთი პროცესი პრობლემებსაც ბევრს შექმნის და უფრო ძვირიც დაჯდება. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ სოფელსა და მის მოსახლეობას არ მიადგეს ზიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ მოპოვების პროცესი მიწის ქვეშ ვაწარმოოთ. მანამდე ვფიქრობდით, რომ აქ გადასამუშავებელი ქარხანა აგვეგო, მაგრამ ადგილობრივებთან ვივსჯელეთ და ასეთ კომპრომისამდე მივედით. ეს კი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე წარმოებაში სხვა ქვეყნის, მაგალითად აფრიკის ჩართვა იქნებოდა. ეს პროექტი საკამათოა. მოსახლეობის და ასევე ადგილობრივი პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო. ორი კონვეიერული ზოლი, რომლებსაც მადნის მოშორებით მდებარე გადამამუშავებელ ქარხნამდე მისატანად გამოიყენებენ, ქალაქ კოშტიანის ტყეში გაივლის. ამ ხეების წვეროებს ზემოთ გაკეთდება დიდი სადგური და ფართო კონვეიერი, რომელიც რამდენიმე კილომეტრის სიგრძის იქნება და მადანს კარიერიდან ქარხნამდე მიიტანს.
Nad lesním patrem by měl vést velký. Რა თქმა უნდა, ეს ამბავი გვაღელვებს, რადგან აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორი საკითხი დგას. პირველ რიგში გვინდა მტვერი იმდენად მცირე იყოს, რომ ხალხმა აქ ცხოვრება შეძლოს და მეორე ის, რომ არ იყოს ხმაური. Toho se samozřejmě obáváme, protože pro nás jsou důležité dvě věci. První je snížit prašnost, aby opravdu se tady dalo dobře žít, a druhé je eliminovat hluk. მივედი 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე ადგილზე, სადაც გადამამუშავებელი საწარმო უნდა აშენდეს. ადგილობრივი მერი ბედნიერია. ლითიუმი უფრო ეკოლოგიური და ენერგოეფექტიანი მომავლის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტია. ჩვენს ქალაქში ამ ამბავს უყურებთ როგორც ძალიან კარგ შესაძლებლობას, როგორც დასაქმების კუთხით, ისე იმსარგებლის კუთხით, რასაც სხვა კომპანიებისგან მივიღებთ, რომლებიც ჩაერთვებიან ლითიუმის დამუშავების პროცესში და ინვესტიციებს ჩადებენ აქ. Firmy, které budou navázány na tohle zpracování litia, budou tady investovat. ევროკომისიას სურს წაახალისოს ადგილობრივი კრიტიკული ნედლეულის მოპოვება, დამუშავება და გადამუშავება, მაგრამ რამდენად რეალისტურია ევროპის გეგმა? ამის შესახებ ორ ექსპერტს ვკითხე აზრი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელშიც ევროკავშირი მზადაა ინვესტიცია ჩადოს. ჩემი აზრით ეს მიზანი არ არის რეალისტური, რადგან ზოგიერთი კრიტიკული ნედლეული არ გვხვდება ევროპის კონტინენტზე და ამჟამად არავინ მოიპოვებს აქ. ani se teda netěží. აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ნედლეულის ტიპები, რადგან მდგომარეობა ყველასთან დაკავშირებით ერთნაირი არ არის. მაგალითად, ლითიუმის მოპოვება შესაძლებელია მალე დაიწყოს. Litium tam v nějaké dohledné době pravděpodobně skutečnou těžbu mít budeme. კრიტიკული ნედლეულის მნიშვნელობის გამო ევროკავშირი თვალს ხომ არ ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ მოპოვება გარემოს აბინძურებს. მოპოვების ტექნოლოგია, ასევე მისი ზედამხედველობისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობა ძალიან დაიხვეწა დღეის მდგომარეობით. თუმცა მეორე მხრივ ევროკავშირში ნამდვილად ძალიან გვჭირდება ეს ნედლეული. და ცოტა არ იყოს პირფერობა იქნებოდა მეთქვა, რომ აქ არავითარი მოპოვება არ გვინდა. და თუ კი წიაღისეულის მსოფლიოს სხვა ნაწილში მოიპოვებენ, ეს არ გვადარდებს. მით უმეტეს თუ კი ეს ჩვენ საკუთარ უკანა ეზოში არ მოხდება. Když se to bude těžit kdekoliv ve světě, jakýmkoliv způsobem, tak je nám to jedno, hlavně když to není na našem dvorku. ნებისმიერი მინერალის მოპოვება გარემოს რაღაც ხარისხით აბინძურებს. ამას მთლიანად ვერ აიცილებ თავიდან, მაგრამ მისი უკიდურესად შემცირება შესაძლებელია. ევროპის წინაშე ახლად დგას ამოცანა იპოვოს წონასწორობის წერტილი გარემოს ნაკლებად დამაბინძურებელ ინდუსტრიასა და ეკოლოგიურ წარმოებასთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებს შორის.